დღეს რეინჯერთა მსოფლიო დღეა, ანუ ბუნების დამცველთა დღე. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 13%-ია. საქართველოს უნიკალურ ბუნებას 25 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი პროფესიაზე, რომელიც ჩვენ ირგვლივ ბიომრავალფეროვნებას პროფესიულ დონეზე იცავს. ადამიანები, რომლებიც ბუნებას იცავენ, დღეს მსოფლიო რეინჯერთა დღეა. ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძართან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, სისუფთავეზე ზრუნვა და სტუმართა დახმარება. ეს ყველაფერი მათ საქმიანობაში შედის. მათი ფასდაუდებელი შრომის ხაზგასასმელად დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით. საქართველოში რეინჯერთა დღე მასშტაბურად 4 სხვადასხვა ადგილას, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, კოლხეთისა და ალგეთის ეროვნულ პარკებსა და სათაფლიის აღკვეთილში აღინიშნება. საქართველოს დაცული ტერიტორიებს იცავს 500-ზე მეტი რეინჯერი. დაცული ტერიტორიები წარმოადგენს საქართველოს მთლიანი ფართობის 13%-ზე მეტს. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო ის უნიკალური განძი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, ის ბიომრავალფეროვნება, რომელიც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას, იცავენ ჩვენი რეინჯერები. ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს საქართველოს უნიკალურ ბუნებას 500-ზე მეტი რეინჯერი იცავს. მათი დაცვის ქვეშ კი 920,000 ჰექტარზე მეტი ფართობია. ადამიანები, რომლებიც საქართველოს იმ ბიომრავალფეროვან კულტურას უნახავენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი საგანძურია, ხშირად პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. რეინჯერები არის ის ადამიანები, რომლებიც იცავენ ჩვენს ველურ ბუნებას, ახდენენ მათ კონსერვირებას და ასევე აღდგენას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც მიმდებარე ცხოვრობს, ვინც ზოგადად ამ ბუნების მოყვარულია. ეს არის ღირსეული პროფესია და სახელმწიფომ შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს და აკეთებს წლების განმავლობაში, რომ მათი საქმიანობა იყოს კიდევ უფრო ღირსეული. მე მინდა ყველა რეინჯერს მიულოცო პროფესიული დღე და უსურო წარმატებები მომავალ საქმიანობაში. ფლორისა და ფაუნის დასაცავად შესრულებული მძიმე სამუშაოებისთვის დაჯილდოვდა რამდენიმე რეინჯერი. ტრადიციულად დაცული ტერიტორიების 25-ვე ადმინისტრაციაში წლის რეინჯერი გამოვლინდა, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. პროფესიული დღის მილოცვის შემდეგ გაიხსენეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულებიც. არსებობს საველე პირობებში მუშაობის სირთულე, თუმცა ამას აბალანსებს ის სხვა ბენეფიტები, რომელიც ბუნებაში მუშაობისას ადამიანი შეიგრძნობს. მათ შორის არის ერთ-ერთი ის, რომ ეს არის ნამდვილად ქვეყნის მსახურება. 31 ივლისი დღე, როცა მსოფლიო კიდევ ერთხელ იხსენებს იმ ადამიანების მნიშვნელობას, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ჩვეული ერთგულებით დგანან ბუნების სადარაჯოზე.